დიდი ხანია გეგმავთ ამ ვიდეოს ჩაწერას თქვენთვის და მაინდა-მაინც დღეს გაწვიმდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მოგაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, საჭირო ინფორმაციას ტურისტებს, რომლებიც ერთი დღით ჩამოდიხართ მხოლოდ ფლორენციაში. ეს არის ფლორენციის სადგური და ეხლა ვნახოთ, სად შევინახოთ ბარგი, იმისთვის რომ მთელი დღე თან არ ვატაროთ და არ დაგვამძიმოს. აი გამოვედი სადგურის მარცხენა მხარეს, არც ისე შორს არის ოფისი, აი ესეთი ოფისი თუ ბოქსი, აი ესეთი, სადაც ჩავაბარებთ ჩემოდანს. დაახლოებით 10 евро დაჯდება ერთი დღის ბარგის შენახვა. არ არის ცუდი. წავედით ახლა ქალაქში. ახლა იმისთვის რომ მოვხვდე ქალაქის ცენტრალურ რაიონში და დავათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნაობა, მე დავბრუნდი ისევ სადგურში და მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლებ. აი ეს. პიანინო დგას და უკრავენ ხოლმე და ეხლა რავი დღეს არავინ არ უკრავს. აქ შეგიძლიათ წაიხემსოთ. ცოტა მაღაზიებიც დაათვალიეროთ. ხალხი ყოველთვის ბლომად არის, აი აქ მანგოს მაღაზიაც არის ძალიან საინტერესო და კარგი. შეგიძლიათ ავადალიოთ და მირთვათ გემრიელობები აი აქ, ნაყინის ჩათვლით. ეს ახალი გაკეთებულია, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი ახლა გაარემონტეს და ძალიან ლამაზი დარჩა. აი ეს არის ცენტრალური სადგურის შენობა, მე ამოვედი მიწისქვეშა გადასასვლელიდან, მივდივარ ქალაქის ცენტრისკენ. პირველი და მთავარი საკათედრო ტაძარია, რა თქმა უნდა. ზოგადად ფლორენცია არის უძველესი ქალაქი, რომელიც იულიუს კეისრის დროს გაჩნდა როგორც ძველი მეომრების საცხოვრებელი ადგილი და იქედან მოყოლებული ნელა-ნელა ჩამოყალიბდა ულამაზეს ქალაქად. დღეს დაახლოებით 9 მილიონამდე მოსახლეს ითვლის 350,000-დან ზემოთ. შესვლა არის უფასო, მაგრამ ვინც ერთი დღით ხართ ჩამოსული, არ გირჩევთ აქ რიგში ჩადგომას, რადგან ძალიან ბევრ დროს წაიღებს და ჯობია, მე გირჩევთ, რომ სხვა რამეები დაათვალიეროთ, ვიდრე აქ დადგეთ რიგში და შეხვიდეთ. თუმცა თუ 2 და მეტი დღით ხართ ჩამოსულები, აუცილებლად ეწვიეთ აი ამ ჯოტოს კოშკი, რომელიც არის 84 მეტრის სიმაღლის და ბოლოში ასასვლელად დაგჭირდებათ 414 კიბის ავლა, საფეხურის ავლა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ღირს, იმიტომ რომ იქედან იშლება სასწაული ხედები. ფასადი ეკუთვნის მე-19 საუკუნეს და არის ულამაზესი, თეთრ და მწვანე მარმარილოში მოყვანილი, ესე ვთქვათ, თეთრი მარმარილო მოდის ისევ და ისევ ტოსკანის ერთ-ერთ საბადოდან, რომელსაც ქვია კარარა და მწვანე მოდის პრატოდან. ტაძრის პირდაპირ ხედავთ აი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაპტისტერს, რომელიც არის კიდევ უფრო ძველი ვიდრე ტაძარი, ვიდრე კათედრალი, მე-11 საუკუნის ქმნილება. ხედავთ ასევე ჭიშკარს, 60 ჭიშკარსაც ეძახიან, იმიტომ რომ იქ არის გამოსახული ფრაგმენტები ძველი აღქმიდან, ადამი და ევა, კაინი და აბელი, ნოეს ისტორია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. საინტერესო ასევე ფაქტი, რომ აქ მოინათლა თავად დანტე ალიგიერი და წარმოიდგინეთ, რომ
აი ამ ტაძარში შუა საუკუნეებში მესაზე, წირვაზე ეტეოდა მთელი ქალაქის მოსახლეობა, დაახლოებით 30,000 ადამიანის დატევა შეუძლია. კოშკის ავტორად მიჩნეულია ჯოტო, მართალია ის ვერ მოესწრო მის დასრულებას, მაგრამ წვიმის წვეთები როგორ გვიშლის ხელს აშკარად. მაგრამ ეძახიან დღემდე ჯოტოს ქმნილებას, ჯოტოს კოშკს. ულამაზესია მართლა. სამუშაოები მიმდინარეობს მუდმივად, რესტავრაციები ხდება მუდმივად და ეხლა კადრში ხედავთ გუმბათს, რომელიც არის მსოფლიოში დღემდე ყველაზე დიდი გუმბათი და ეკუთვნის ფილიპო ბრუნოლესკის ხელს, ქმნილება არის მისი. ძალიან დიდი ხანი, დაახლოებით 100 წელი იყო ეს ტაძარი გუმბათის გარეშე, რადგან ვერანაირად ვერ ახერხებდნენ ამ გუმბათის დადგმას. ფილიპო ბრუნოლესკი მოახერხა ის. თუ ახვალ ზემოთ ეხლა 463 საფეხური უნდა აიაროთ და ვისაც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, გულის პრობლემა ან კლაუსტროფობია, ჯობია რომ მოერიდოთ, რადგან არის ძალიან ვიწრო კიბეები და ჯობია არ ახვიდეთ. თანამედროვე 12 სართულიანი შენობის სიმაღლეა. მოვუაროთ ტაძარს, რადგან იქეთაც უკანა მხრიდანაც ძალიან საინტერესო და ლამაზია. მიმდინარეობს რესტავრაციები აქაც. უამრავი ტურისტია, პატარ-პატარა მაღაზიები და აქვე არის ზუსტად აი ამ ტაძრის მუზეუმი, Museo dell'Opera del Duomo, ესე ქვია, სადაც დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ტაძარი, როდესაც ჩაეყარა საფუძველი, როგორ შენდებოდა. მთლიანად მისი ისტორია შეგიძლიათ იხილოთ. ეს არის Museo dell'Opera del Duomo. ხედავთ ოქროსფერ მრგვალ ბურთს გუმბათის თავზე ჯვართან ერთად. აი ეს როდესაც ერთხელ ჩამოვარდა, იმიტომ რომ მეხი დაეცა, დავარდა ზუსტად აი აქ, სადაც თეთრ წრეს ხედავთ და სიმბოლურად ეს წრე მონიშნეს და ყველა ტურისტი, ვინც გამოივლის, ხვდება თუ სად დაეცა რეალურად აი ეს ბურთი, რომელიც არის, მე ბურთს ვეძახი და არ ვიცი ზუსტად რა ქვია, რომელიც არის ლეონარდო და ვინჩის ნახაზების მიხედვით გაკეთებული. Come si chiama in italiano? La palla sopra la cupola. ხო, ანუ ბურთი ქვია იტალიურად და მე არ ვიცი რა ქვია ქართულად. მე მაპატიეთ. წავედით ახლა გავიაროთ დუომოდან, ანუ საკათედრო ტაძრიდან Piazza della Signoriamde მისასვლელი ქუჩა, რომელიც სავსე ასევე მაღაზიებით, ვისაც უყვარს შოპინგი. ეხლა შევეცდები მივიდე გავიგო თუ რამდენია ფასი აქ ასასვლელად, ბილეთის ფასი. ეს ცოტა ხალხია. სავარაუდოდ წვიმის დამსახურებაა. მოკლედ მხოლოდ საათები ეწერა და აუცილებლად მოგაწვით ინფორმაციას დავწერ ინფობოქსში ბილეთების ფასს. აქ დგას სასწრაფო დახმარების მანქანები, რადგან იმდენად რთულია ამ სიმაღლეზე ასვლა და ჩამოსვლა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ხდებიან ცუდად. ზოგადად ფლორენცია არის მთლიანად
მუზეუმი, ყველა კენჭი, ყველა შენობა. წინ ახლა შენობას რასაც ხედავთ, ესეც მუზეუმია, დღეს კვირაა და დაკეტილია და ახლა გავდივართ მთავარ ქუჩაზე, რომელიც მიგვიყვანს Piazza della Signoriamde. Come si chiama questa via? Via dei Calzaioli. Via dei Calzaioli, ანუ მეწაღეები ის, ვინც ფეხსაცმელებს კერავს. კალცაიოლები არიან ისინი. შეგიძლიათ მოახატინოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. საინტერესო ბიზნესია ძალიან. ქანდაკებები, რასაც ხედავთ, უმეტესობა არის ასლები და ორიგინალები ინახება უფიცის მუზეუმში და სხვადასხვა მუზეუმებში ასევე. გამოვედით Piazza della Signoriaze, ვისაც გაქვთ ნანახი ფილმი და ვინჩის კოდი, სავარაუდოდ იცნობთ აი ამ ადგილს და აი ამ კოშკს. Piazza della Signoria და ეს შენობა Palazzo Vecchio თავის დროზე შეიქმნა როგორც რესპუბლიკის, ფლორენციის რესპუბლიკის მმართველების სამუშაო ადგილი. წინ ხედავთ ლოჯა, ესე ქვია, სადაც უმეტესობა ქანდაკებების არის ორიგინალები, ხოლო დავითის ქანდაკება, რომელიც დგას აი ამ მოედანზე, არის ასლი. მისი ორიგინალი არის მოთავსებული გალერეა დი აკადემიაში, კიდევ ერთ მუზეუმში. ამ პიაცაზე, ამ მოედანზე ხშირად გავენ ხოლმე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, რაც მე ძალიან არ მომწონს, თუმცა ჩემს მოწონებაზე არ არის და აი ხედავთ ეს გოგონა, რომელიც ტელეფონში იხედება. ჩემი აზრია ახლა ეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი რამეა სანახავი, ადამიანები მოდიან და ტელეფონში იყურებიან და ისე გაივლიან ხოლმე ლამაზ და საინტერესო ადგილებს, რომ სულ ტელეფონს აი ესე ჩასჩერებიან, ესე ვთქვათ. ნეპტუნის ქანდაკება დგას აი აქ. ცნობილი არქიტექტორი ამანატის მოქანდაკის უბრალოდ ჩელინის მწვანე ქანდაკება, რომელიც არის პერსეის გამოსახულება იმ მომენტში, როდესაც დაამარცხა მედუზა გორგონა და ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარის მედიჩების დამსახურება, რომლის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მთავარ წარმომადგენელს კოზიმო მედიჩის ქანდაკებასაც ხედავთ კადრში. ნამდვილად იმსახურებს, რომ ნახოთ ორიგინალი, თუმცა დიდად არ განსხვავდება ორიგინალი და აი ეს ასლი ერთმანეთისგან არის უმშვენიერესი. და აქედან მივდივართ უფიცის მუზეუმის წინ ჩავივლით. აქაც ნახავთ ძალიან ლამაზ მოჩუქურთმებულ შენობას. აუცილებლად შემოდით და დაათვალიერეთ აი ეს ულამაზესი ადგილი, Palazzo Vecchio's მუზეუმი, ესე ქვია. თვითონ ამ შენობის მუზეუმია. უფიცის მუზეუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელს მსოფლიოში, დიდი და მოიცავს ბევრ ცნობილ ნამუშევარს. გირჩევთ აუცილებლად, მაგრამ თუ ერთი დღით ხართ, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, რადგან რიგებია და დაახლოებით 3 საათი, 3-4 საათი მაინც ჭირდება იმისთვის, რომ დაათვალიეროთ ეს მუზეუმი. ულამაზესია, უმნიშვნელოვანესია და იმსახურებს ნამდვილად, რომ ეწვიოთ, თუმცა ხედავთ, რამხელა რიგი დგას
და როცა ერთით ხარ ჩამოსული, ნამდვილად მენანება ის დრო, რომ აი აქ დადგეთ რიგში და მხოლოდ მუზეუმი ნახოთ და სხვა არაფერი ამ ერთ დღეში. აქ არის ცნობილი იტალიელი მოღვაწეების ქანდაკებები განლაგებული. ჩვენ ვიცით, რომ ფლორენციის მმართველები საკმაოდ დიდხანს იყვნენ მედიჩების ოჯახი. მათ აშენეს ბევრი საინტერესო შენობა. უბრალოდ გამხელა რიგი დგას. გავიდეთ ჩვენ პონტე ვეკიოს სანახავად. აი, გამოჩნდა კიდეც. პონტე ვეკიო არის მე-13 საუკუნეში აშენებული და ერთადერთი, რომელიც გადაურჩა დაბომბვას მეორე მსოფლიო ომის დროს. და არსებობს ესეთი ფაქტები, რომ ჰიტლერი იყო ჩამოსული 1938 წელს ფლორენციაში მუსოლინთან მოსალაპარაკებლად და შემდგომში ფაქტიურად, როდესაც ომი წაგებული ჰქონდა, ყველა ხიდი აფეთქა, რომ მოკავშირეებისთვის გზა გადაეღობა და ერთადერთი ხიდი, რომელიც დარჩა, იყო აი ეს პონტე ვეკიო, რადგან მას ძალიან მოსწონდა და ჯიჯდებოდა მოკლედ ამ ხიდზე და არა აფეთქა. ნახეთ როგორი ლამაზი ხედი იშლება აქედან. წვიმა ხელს გუშლის, მაგრამ ლათ ვერ გუშლის. არსებობს დადასტურებული ფაქტები, რომ თავდაპირველად ეს ხიდი იყო ყასპების ხიდი, ანუ აქ ყიდნენ ხორცს, ბაზარი იყო და როდესაც მედიჩებმა ააშენებინეს ჯორჯო ვაზარის აი ეს საიდუმლო კორიდორი, რომელსაც გაივლიდნენ ისინი პალაცო ვეკიოდან პალაცო პიტიმდე. აწუხებდათ ეს ხორცის სუნი და არ მოსწონდათ მოკლედ ეს ხმაური და ამბები და გადააკეთეს, გაიყვანეს ეს მეხორცეები აქედან ყასპები და შემოიყვანეს იუველირები და დღეს არის ერთ-ერთი ბრენდი მსოფლიოში პონტე ვეკიოს ოქრო, რომელიც შეგიძლიათ აქ შეიძინოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ფასი საკმაოდ მაღალია. ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძენთ ოქროს და არ აგიწონიან, არა აქვთ სასწორი, არ ჭირდებათ, რადგან იყიდება ბრენდი და არა გრამობით ოქრო. ძალიან კარგი გაკეთებებია, საინტერესო და დაბრენდვა აქვს პონტე ვეკიოს. ეს არ არის ქართული წარმოების ოქროები, ნაკეთობები, ეს არის აქვე საიუველიროში აქაური იუველირების შექმნილი პროდუქტი, ნაკეთობა. აქ იყიდება ყავის ჩანთები და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად დააკვირდით, რადგან ყველაფერი რაც იყიდება არ არის ფლორენციის პროდუქტი, აქ შეკერილი, დააკვირდით. მადლობა. მომშივდა მეც და ჩაკარლოსაც ავარაუდოთ და ეხლა მივალთ ჩვენ საყვარელ ადგილას, არ არის რეკლამა, უბრალოდ მართლა ძალიან კარგი ადგილია იმ მხრივ, რომ არის ტოსკანური სამზარეულო, ყველაფერია და გემრიელი და ნორმალური ფასები, ანუ აი აქ ჩვენს საყვარელ ადგილას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა შეარჩიოთ. ფასები ნორმალური საკმაოდ 7-8 евро ესე. ყველაფერი აქვთ. ტიპიური იტალიური სამზარეულოა, ტოსკანური. არ გამოირჩევა სარესტორნო ვიზუალით, მაგრამ საკმაოდ ნორმალურია.
ტოსკანური ტრადიციული კერძი, რიბოლიტა, ამას მეც ვაკეთებ ხოლმე სახში და უგემრიელი ესე, ანუ ვისაც სუპი და ესეთი კერძები უყვარს და რა თქმა უნდა ის აპეტაიზერი, ყველის ასორტი და კაკაური ხორცეულის ასორტი. ნუდი, კაკაური პური და ძალიან გემრიელია. დამავიწყდა რა თქმა უნდა გადაღება, იმდენად ვიყავი გართული ჭამას მაშინ. მივირთვით ის რაც კადრში ნახეთ და პლუს დავამატეთ 2 ყავა და ტკბილეული და ყველაფერში გადავიხადეთ 50 евро. ჯამში მე მგონი არ უნდა იყოს ძვირი. იმდენად ბევრი იყო რომ ალბათ დღეს ვახშამი აღარ გვექნება სავარაუდოდ. და აქედან ახლა წავალთ პირდაპირ მინდა გაჩვენოთ როგორ ახვიდეთ პიაცალე მიკელანჯელოზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ულამაზესი ხედები იშლება იქედან, ესე იგი ინსტაგრამული ხედებია. კარგია თუ დაელოდებით მზის ჩასვლას იქ და იქ გადაიღებთ მზის ჩასვლის ფონზე სურათებს და ვიდეოებს, ძალიან კარგი იქნება, თუმცა დღეს ვერ ავალთ, იმიტომ რომ ეგეთ ამიჩი აზრი არ აქვს და უბრალოდ გაჩვენებთ როგორ უნდა ახვიდეთ. იმედია, როდესაც ჩამოხვალთ ესეთი წვიმა არ იქნება. ეხლა რადგან ნამდვილად ვერ მივდივართ პიაცალე მიკელანჯელოზე, დაახლოებით მინდა გითხრათ როგორ უნდა მიაგნოთ. ეს არის ოქროს ხიდი, სადაც ახლა ჩვენ ვდგევართ. ის არის მეორე ხიდი, რომელიც უნდა გადაჭრათ, აი ესე გადაჭრით და იქ აუყვებით ზემოთ და იქ არის არაჩვეულებრივი პიაცალე, სადაც გადაიღებთ, როგორც გითხარით, ძალიან ბევრ საინსტაგრამო და ზოგადად სოციალური ქსელისთვის ფოტოებს. დასრულდა ხიდი და ეხლა გავაგრძელოთ გზა პირდაპირ იმისთვის, რომ მოხვდეთ პიაცა დელა რეპუბლიკაზე. იქედან ჩანს პალაცო ვეკიო, რომელიც გამოვიარეთ. პრაქტიკულად მისი პარალელური ქუჩაა, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. და გამოვედით ფლორენციელებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, რომ აქ ვნახავთ ისევ და ისევ ფლორენციული ტყავის ნაკეთობებს და ფლორენციელებისთვის ძალიან საყვარელ ახს პორჩელინოს ეძახიან. გარეული ღორის შვილია. არის ასლი, რადგან ორიგინალი ინახება უფიცის მუზეუმში და ესე უნდა მოუსვამ ხელი ტურისტებმა ცხვირზე, დინგზე, ერე ჩაუდონ მონეტა პირში და ეს მონეტა თუ ჩავარდება ქვემოთ აი ადგილას, აი თუ ჩავარდება, ესე იგი აგიხდებათ სურვილი, უნდა ჩაიფიქროთ. თუ ჩავარდება, ესე იგი აგიხდებათ სურვილი. და ცხვირი აქვს მთლიანად აი ესე გადაპრიალებული, იმიტომ რომ ყველა უსვამს ხელს. ცნობილი პორჩელინო ფიორენტინო. აი, ჩაიფიქრა. ჩამოაგდო, თუ ჩავარდა, ესე იგი სურვილი აგიხდებათ. კარგი. ინტერესიდან გამომდინარე, გავიდეთ ასევე აი ამ ბაზრობაზე, სადაც იყიდება ეს ტყავის ნაკეთობები. ცნობილი ფლორენციის ბრენდი. No name ბრენდი. ხელთათმანები 30 евро. Grazie. Quanto costava Giancarlo? 90 евро ერთი ჩანთა. ჩანთის ფასი. ყველა ბრენდული მაღაზია არის აქ თავმოყრილი. ისეთი სილამაზეებია, თვალს მოგწყვიტავს. აი გამოვედით
ჯანკარლო ძალიან მოწყენილი ველოდება აქ, იმიტომ რომ დაიღალა წვიმაში. ეხლა გაჩვენებთ ერთ-ერთ ძალიან კარგ მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ. ბოლო სართულზე ახვიდეთ და ყავადალიოთ და ლამაზ ხედებს გადმოხედოთ. აი, მას ქვია რინაშენტე. არის ყველაფერი დაწყებული ტანსაცმლიდან დამთავრებული საოჯახო ნივთებით და ბოლოსში, აი, ხედავთ ბოლო სართულზე რომ ახვალთ, იქ არის ბარი, კაფე და შეგიძლიათ მირთვათ ძალიან გემრიელი ყავა და ასევე აქვთ ტკბილეულიც. ფლორენციაზე შეიძლება მთელი დღე კი არა და მთელი თვე ვისაუბროთ, მაგრამ ამ ვიდეოში არა, ალბათ სხვა დროს და სხვა ვიდეოში. აი აქ პიაცა დელა რეპუბლიკაზე რომ გამოხვალთ, აქვე არის ცნობილი როკ კაფე, იქაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყავადალიოთ. ყოველთვის ავსია როკ კაფე. გემრიელი ყავა აქვს სხვათა შორის და კარგი აქსესუარები როკ კაფეს ემბლემით. რესტორანიც არის და კაფეც. გონი მავიწყდებოდა და ნამდვილად არ მინდა გამოტოვოთ. ყველაზე ძველი აფთიაქი, რომელიც თარიღდება მე-12 საუკუნით. ჩვენ ახლა გამოვედით სანტა მარია ნოველას ტაძართან. მიხედავთ თქვენ, ესეც თეთრ და მწვანე მარმარილოშია და აი აქ არის სანტა მარია ნოველას ტაძარი და იქ არის აფთიაქი, სადაც შეიქმნა პირველი სუნამო ალკოჰოლზე დამზადებული, არა პირველი სუნამო მსოფლიოში, რა თქმა უნდა, სუნამო ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ აზიაშიც და ევროპაშიც და აფრიკაშიც. უბრალოდ აქ შეიქმნა პირველი სუნამო ალკოჰოლზე დამზადებული. როდესაც ეკატერინე მედიჩი დაქორწინდა ანრი მეორეზე, საფრანგეთის მეფეზე და გახდა საფრანგეთის დედოფალი, მან ბევრი რამ წაიღო ფლორენციიდან საფრანგეთში, მათ შორის ერთ-ერთი იყო პარფიუმი, სუნამო, დამზადებული აქ ამ აფთიაქში, რომელიც არის უძველესი, ულამაზესი, არ გამოტოვოთ, შესვლა არის უფასო და გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ. მოვედით აფთიაქთან. ხეთ არც ისე დიდი რიგი დგას და არის ულამაზესი. ყველაზე გემრიელი მაინც იტალიაში და კერძოდ ტოსკანაში, ფლორენციის აუცილებლად გასინჯეთ, თუ კი ამის საშუალება არის ფლორენციული სტეიკი. გემრიელია, მოგეწონებათ, ვისაც გიყვართ ოდნავ ესეთი ბოლომდე შეუწვავი ხორცი, ცოტა სისხლიანი, მედიო რა, საშუალოთაც წვავენ. მე ავგიჟდები და თქვენ თუ გნებავთ, აუცილებლად მიირთვით. საშუალოდ 80-დან 150 ევრომდე ჯდება ორ ადამიანზე სტეიკის მირთვევა თავისი გარნირით, თავისი ბოსტნეულით და სასმელით. თუ დაგჩათ დრო, ეწვიეთ აუცილებლად სანტა მარია ნოველას ტაძარს, ეწვიეთ სან ლორენცოს, რომელიც არის ცნობილი იმით, რომ იქ არიან დაკრძალული მედიჩების უმეტესობა. სანტა კროჩეს, სადაც არის მიკელანჯელო, გალილეო გალილეი დაკრძალული. ფლორენცია, როგორც რომი, არის ქაოტური და მუდმივად სავსე ტურისტებით. იტალიურ ენაზე მისი სახელი ჟღერს როგორც ფირენცე, რაც ნიშნავს აყვავებულს და იტალიელები ეძახიან ფირენცეს. ფიქრობ, ერთდღიანი ექსკურსიისთვის საკმარისია. დაგკვირდებით, რომ შემდეგი ვიდეო იქნება მზიან დღეს გადაღებული აუცილებლად. თუ უფრო დაწვრილებით გსურთ ნახოთ ფლორენცია, შემოგვიერთდით. გამოიწერეთ ეს არხი, რადგან ახალია. ჩვენ შევეცდებით უფრო მეტი ინფორმაციული ვიდეოები მოგაწოდოთ ხოლმე.